როგორ უნდა მიხვდე, რომ არასწორ გარემოში ან არასწორ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა. გაგიქრება ხალისი საყვარელი საქმის კეთების. უფრო და უფრო ხდები საკუთარ თავში ჩაკეტილი და კარგავ ადამიანების მიმართ ნდობას. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი, ვისაც თან ყვებოდი და თან ყვები, პასუხობენ სიცივით, უმადურობით და დაუნახაობით. შენ შეიძლება არაფერს აკეთებ იმისათვის, რომ დაგაფასონ დატაში და გიკრან, მაგრამ როდესაც ძვირფასი ადამიანებისთვის რაღაცას ვაკეთებთ და როდესაც ეს არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის ურთიერთობა ყოველთვის თავის თავში მოიაზრებს ორმხრივობას. კარგავ საკუთარი თავის სიყვარულს, ანუ აღარ გახარებ საკუთარ თავზე ზრუნვა შენს სხეულზე, ჯანმრთელობაზე, თუნდაც იმ თავის მოვლის პროდუქტების შეძენა, რაც ადრე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულ უფრო და უფრო ქრება შენში ის სიცოცხლის ცეცხლი, რაც შენს თვალებში ყოველთვის გიზგიზებდა და ჩანდა. აღარ მოგწონს შენი თავი და საერთოდ როგორ კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდე, ყოველთვის გაქვს ესეთი განცდა, რომ არ ხარ საკმარისად კარგი. ნელა დაბლა იწევს შენი თვითშეფასება და შენს პირად საზღვრებზე აღარაფერს ვამბობ. ისინი უკვე იმდენად დანგრეულია, რომ ფაქტობრივად შენი პირადი საზღვრები აღარ გაგაჩნია. სწორედ უნდა შევარჩიოთ ადამიანები, არ უნდა ვიურთიერთოთ ადამიანთან ხათრის ან სიბრალულის გამო. უნდა იყო იმ ადამიანებთან, რომელნიც გაფასებენ როგორც პიროვნებას და შენს ნივთივით გამოყენებას არ ცდილობენ, მოკლედ რომ ვთქვათ.